მოგესალმებით, ბატონებო და ქალბატონებო, ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. ვიმყოფები მაღაზია მონადირეში, ეს არის ათონელის 20 ნომერი. პრეზიდენტის ახალი სასახლის მიმდებარედ. მინდა ეს მაღაზიაც გადავიღო და განახოთ აქ წარმოდგენილი სასასროლი, სანადირო იარაღი. ასევე სათევზაო მოწყობილობები და მინდა დეტალურად გავიარო თქვენთან ერთად. ეს არის ნახევრად ავტომატური 12 კალიბრა, ხო? კი, 12 კალიბრი. 12 კალიბრა სასასროლი არის თურქული წარმოების. ამ ჭიჭი რამდენიმე ჩადის? ჭიჭი ჩადის 5-იანი და მოყვება მეორე 10-იანი ჭიჭიც. ეს თავის кейსში, პლასმასის кейსი მოყვება კიდე ასეთია. მოვარება ახალი რა თქმა უნდა. თავის კომპენსატორებით არის. როგორც ხედავ, ძირითადად M4-ის ბაზაზეა. კი ბატონო, წინ მაგათ დამაგზავრებლებიც უყენდება, თვითონ რულის სიგრძე 40 სანტიმეტრი და შეგვიძლია დამაგზავრებლით 25 სანტიმეტრიანი დამაგზავრებლებია და დავაგზავნოთ 65. კარგით, გადავედით ტყვისი ნახევრად ავტომატური სასასროლია. ესე და ეგ იარაღი თურქულია, ლუგერის ტყვიაზეა, ეგ არის ჰუსანის ფირმის, ეგ ფირმა უმზადებს თურქეთის პოლიციას იარაღებს და იქიდან გამომდინარე დამზადებია სამოქალაქო ვერსიები. ჭიდი მოყვება 2 ცალი 30-იანი ჭიდი და რემენი. ასევე დევს თავის პლასმასის кейსში. ქერებში და სარჩევანი გვაქვს. ესეც ზევით უკვე არის 5.56 რომელიც თავსებადია 223-თანაც, ეგეც ჰუსანის ფირმის არის. რულის სიგრძე არის 10.5 ინჩი, ჭიდის ტევადობა 30. რესურსი აქვს მინიმუმ 10,000 გასროლა და არის ძალიან კარგი. მესამე ვერსიაც დაახლოებით ისეთივეა, ხო? 5.56 მეტრია აი ეგეც. და მაგ ფერებში გვაქვს ლუგერზე და სარჩევანი. მოკლედ თურქული იარაღია. თქვენ ვინმეს დაგაინტერესებთ, მოგზავნით. სხვათა შორის ეს იარაღები ფორმდება ტარების უფლებით. კი. ესეც ნახევრად ავტომატური 5.56. ასიც ესა 3200 კომპლექტებულია. სხვადასხვა აქვს. ნამდვილად კარგი დაფერვა აქვს მაგას. დამაინტერესა რა იარაღი. წერილით არის უკვე. აი 15 სურთის როლაზე, შორმანძილებზე გასვლაზე. ასე აქვს ესეთი. ჭიდი მოყვება 2? კი, 2 ჭიდი მოყვება ყველას, რემენი და кейსი. ძალიან კარგი. მექანიკური სამიზნეების თავისუფალი. კონდახიც მარეთ სარეგულირებო. კი. სალოყეთს აქვს. ძალიან კარგი. გადავიდეთ ამ პისტოლეტებს. ახ უკვე წარმოდგენილია სტარტაპები, ეკოლის ფირმის, რომლის ოფიციალური შემოტანები ვარ ჩვენ უკვე 10 წელია. მუშაობენ კარგად. ეს ის არის მარტო ხმარო აქვს, ხო? კი, მარტო ხმარო აქვს. ფუჭვაზნაზე. კი. ეს ტარების უფლებით ფორმდება? არა, ჯერჯერობით მაგის ტარების უფლებით გაფორმება არ არის, ჩვეულებრივად შეგიძლიათ მოხვიდეთ იყიდოთ. სახში გადატანის ნებართვა გექნება 24 საათი, შეძენა შენახვა არის მხოლოდ, მაგრამ რაღაც როგორც გავიგეთ, სექტემბრიდან შეიძლება გაფორმება მოუხდეს და ტარების უფლებით გაფორმდეს. გასაგებია. ესენი არის ფუჭვაზნაზე სულ ყველა რასაც ხედავთ. ერეტას გლოკის და ვალტერის ფირმის პისტოლეტებია ფაქტიურად. კი, ანალოგებია მათ. ესენი თურქეთშია წარმოებული. კი, თურქეთშია წარმოებული. ქართულად ორიგინალური რამე კოოპერატივები და ისინი არა. 10 წელია შემოგვაქვს, მაგის ყველა დეტალი გვაქვს. თუ რამე დაზიანდა რაც იშვიათად ხდება ხოლმე, აბსოლუტურად ყველაფერს შეხმარებით ხოლმე ჩვენ მოხმარებთ. სადმე არცად არ გაუშვ. გადავიდეთ თუ რამე შემოგვაქვს, პასუხისმგებლები ვართ ჩვენ. სანადირო იარაღებზე. მოდის მწყერის სეზონი. კი, სანადირო იარაღები. მოკლედ, სანადირო იარაღები არის ერთლულიანები, ნახევრად ავტომატურები. ესენი ყველა თურქულებია. კი, თურქულია ყველა. სევიდან 3 მოდელი არის
ტარგეტის ფირმის ინერციულებია ეგენი, სამვაზნიანია 3+1, მაგრამ სამვაზნის დამაგზავრებელიც მოყვება და 7+1-ები ხდება. ხვდებით, უკვე ბარნოვის ტიპის იარაღებია, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს და კარგად მუშაობენ ახლავთ ავტომატური გაზგადამტენი სისტემაზე. კი ბატონო. ესენია პომპიანი იარაღი. კი, ეგ პომპიანი იარაღია, ეგ უკვე ვალტერია, რომელიც შემოგვაქვს უკვე 15 წელია. მაგაზე წერდება ოფიციალური გარანტია ჩვენგან, 1 წელი ექნება ყველა მომსახურებელს ვალტერის ფირმის იარაღებზე გარანტია. როგორც ვიცი, ჩვენ მაღაზიის გარდა გარანტიას არავინ არ ეძლევა ტოფებს. აი ზედა ორი იარაღი. ზედა ორი იარაღი, ვალტერები ეგ მთელ დახზე წარმოდგენილი, ზედა 4 იარაღი არის ვალტერი კინეტიკ, ინერციულებია. არის სხვაობა ლულებსაც, როგორც 71, ასევე 74 სანტიმეტრულებით გვაქვს, სამვაზნიანი 4+1 და ყველა იარაღს აქვს ჩოკები Z. ანუ ინერციულები 1300 ლარიანი, 1200 ლარიანი. ინერციულები მაგაზინად წერდება გარანტია. ხვდებით, უკვე გრავირებული ვერსიებია, ეს არის ვალტერი M13. გრავირებებში მხოლოდ ეს ორი მოდელი გვაქვს შეჯერებათ, მაგრამ არის სხვადასხვა გრავირებებითაც. ორივე არის 71 სანტიმეტრიანი ურით და სამვაზნეებია 4+1. როგორც ვიცი, ეს M3 კაი მოდელი. კი, 15 წელია შემოგვაქვს, ძალიან კარგად მუშაობენ, 1000-ობით გვაქვს აყიდული. ეგენი უკვე გაზგადამტენი სისტემით არის. კი ბატონო. მაგათი ფასი 1600 ლარი. ხოლო ქვევით არის სტანდარტული ვერსიები, ხის კონდახზე და პლასმასის კონდახ ცივიოზე, არანაირი გრავირებით და დაფარვით, თუმცა შიგნით მექანიზმი და ლულები ერთი და იგივე აქვს. გვაქვს არჩევანი როგორც 71, ასევე 74 სანტიმეტრიანი რულით. ეგ ვალტერი M13-ები გვაქვს კიდევ წყვილი რულითაც 66-74 სანტიმეტრიანი რულით, რომელიც მოთავსებულია кейსში და ამ ეტაპზე არ გვაქვს, მაგრამ სეზონის გახსნამდე აუცილებლად შემოვიდანთ მეზრადებით სეზონის დაწყებისთვის. კი ბატონო. ეს პომპიანი აინტერესებს ბევრს. 650 ლარი. ყველაზე მოკლე არის 650 ლარიანი, ხოლო ძელ კონდახზე 700 ლარი. ის კონდახი ძალიან კარგი კონდახი მოყვება იმას, როგორც გრძელდება, მოკლება, ასევე ეხსნება კიდეც კონდახი, შეგვიძლია გავხადოთ მოკლე, როგორც ხვევით არის წარმოდგენილი ისეთი. დროთა განმავლობაში თუ მოუშროებენ ხალხი, მაგათი სანტიმეტრი არის 33 სანტიმეტრი, შეუძლიათ შეიძლება 25 სანტიმეტრიანი დამაგზავრებები, რომელიც 150 ლარი ღირს და 58 სანტიმეტრი გახადა ლულის სიგრძე. კი ბატონო, და გამოიყენო ნადირობაში. კი ბატონო. მანქანაში ჩასაგდებათა სატარებლადაც ძალიან კარგი და კომფორტული არის. მე მაინტერესებს ეს პომპიანი იარაღი. აი გაწევა გამოწევაზეა თუ მარტო მოწევა და თვითონ არა, გაწევა გამოწევაზეა, უნდა ჩამოწიო ხელით და შენ უნდა მიუშვა წინ. გვაქვს ესეთი ვერსიები, რომელიც თვითონ მიდის ხოლმე, ზამბარა უკანია ხვევით თვითონ ცივიოზე და თვითონ ხოლმე წინ. ამ ეტაპზე ეგ ზამბარა ამ მოდელებს არ მოყვება, მაგრამ შემდეგ შემოტანაზე აუცილებლად შემოვიდათ მაგას. გასაგებია ჩემო ბატონო. ვისაუბროთ ოლულიანიცაც რო იარაღი, ეგ არის ტროიანის ფირმის სპეცაკაზი არის, მაგ თოფებს ველოდებოდით ახლობით 2 წელი, ცივიო და კონდახი ბოლოდონის კაკლის ხის ფესვასთან არის დამზადებული, ასევე რულასთან მექანიზმი, ძალიან კარგი მექანიზმი არის დამზადებული და რამოდენიმე წელია შემოსული. საინტერესო. კაკლის აქ კონდახი დიბჟინი. ეს ჰორიზონტალური ლანდერის ფირმის არის. ეგ ფირმები არის ასევე ჩოკებზია ორივე, 5 ჩოკი მოყვება, ერთ სასხლეტიანია, მაგრამ აქვს რულის გადამხდელები, რომელსაც კიდე იმას გაასროლია პირველს. კალიბრი 12-ია, 12 კალიბრია ყველა. ასევე აქვს ინჟექტორებიც. ესეც ძალიან ვალტერი პომპიანი ძალიან საინტერესო მოდელი. ეგეც ვალტერი სუპერ X-ია, როგორც ის მოკლე, მაგრამ გრძელი ლული 51 სანტიმეტრია მაგის რულის სიგრძე. ჭირის წევადობა არის 7+1. არის ასევე როგორც ხის კონდახი და ცივი, ასევე პლასმასის ცივისა და კონდახის შორის არჩევა. ასევე გვაქვს აქეთ გრძელი ლული. ტიბჟირი მაგარი აქვს კი. ცევიოს ტიბჟირი ქვია ქართულად. ხო და ეს ძალიან მომწონს ხის ფაქტური. და კონდახი აქ ძალიან რაღაცა ძალიან ლამაზი კონდახია. იშვიათად ვინახავს ესეთი კონდახი. თუ ეს კაკალია ძალიან. კი, კაკალია ყველა ხის კონდახი რაც არის. ძალიან ლამაზი კონდახი.
ასევე მაგის არჩევანში გვაქვს წერილულითაც 71 სანტიმეტრიანი. მერე განმგარებით საკი გადავიდა. კი. სპორტერი. მოკლედ ეს არის ნახევრად ავტომატები დიდი მჭიდით. ალბათ 5-იანი მჭიდი მოყვება მაგათ, არის ყველა ნახევრად ავტომატური ზედა პომპიანი. მექანიკურად გადადენის სისტემის. ასე. მჭიდი 5-იანი მოყვება და ასევე მოყვება მეორე 5-იანი ეს ნახევრად ავტომატურია 640-ლარიანი. ასევე მაგათ აქვს ჯოკებიც. საინტერესოა, ნახევრად ავტომატი 650 და 10 ვაზნე ჩადის შიჩი. 5 და მოყვება მეორე 5-იანი მჭიდი. და ამაზე რაც გეტყვით ამ პატარა ვაშკაც. ეგ ლუგერია, ეხლა როგორც ავუჩვენთ უსანის ფირმის, შავი რო ნახეთ ეხლა, არის ფერებში არჩევანი, უდაბნოს ფერია უბრალოდ. მაგას უკეთი 30-იანი მჭიდი, მასეთი 30-იანი მჭიდი მოყვება მაგ იარაღებს და რემენი როგორც უკეთია. ასე. ცალღოდიანი რემენი. ახლა ეს ნახოთ. ეს სილამაზე, ეს რემენი. აი ეგ არის ეხლა როლულიანები აუნიშნეთ. ეს არის ზუსტად ის ტროიანის ფირმის. გასაგებია. კეთილი ჩემო ბატონო, გადავიღოთ ხოლმე. ასევე აუნიშნავ იმასაც, რომ ამ ვალტერის ფირმაზე სერვისი მიმდინარეობს ჩვენთან, ხელოსანთან არ გაუშვებთ. ერთი წლის განმავლობაში თუ რამე დაზიანდა და მოხდათ უფასოდ შეგიცვლით, თუ არა და ყველა დეტალი გვაქვს. თობს არ გაგიჩერებთ. გასაგებია. მე მინდა ახლა ჩემაყურებელს მიმართო, აქ შეგიძლიათ ასევე შეიძინოთ სეთები. შეგიძლიათ შეიძინოთ ასევე ჩასადებები. იარაღის თუ სათევზაო ხანკესების და მოწყობილობების ჩიხოლები. ასევე აღჭურვილობა, სამოსი, სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობები. ხანკესები მომეწონა, არის ბიუჯეტური ვერსიები და არის კარბონის ჯოხები. შეგიძლიათ მობრძანდეთ. შეიძინოთ. ასევე არის ვაზნები. სხვადასხვა კალიბრის, სხვადასხვა ფირმის. თქვენ ეს ტიპჟირები თალკე ყიდვაში და კონახები გააქვთ? კი, გვაქვს. ანუ აქ არის დეტალები. მჭიდებიც თუ გაქვთ გაყიდვაში? მჭიდები არა. არ არის მჭიდები. ჩვენი იარაღის მჭიდები გვაქვს მარტო. ხო, პისტოლეტის მჭიდებს ეძებს ხალხი და თუ გაქვთ გაყიდვაში, მაგრამ ხო ჩვენოთ. ჩვენი იარაღების გვაქვს მარტო გირსამების მჭიდები გვაქვს, ბარაკის, რომელიც ერიხოზე მიდის, ამ მჭიდი. განიკონ 55 მჭიდები გვაქვს და ჩვენ რაც შემოგვაქვს კიდე ეს ახალი იარაღები კორი 5 წელია შემოგვაქვს. ამ ეტაპზე ეს სამი მოდელი გვაქვს დარჩენილი, ველოდებით ახალ მოდელებსაც და არჩევანში იქნება ის. კი ბატონო. უკლეთ არის დეტალებიც. ეგ უკვე სტარტაპის დეტალებია. კი ბატონო. კი ბატონო. რა თქმა უნდა არის ვაზნებიც. ესე იგი 5.56 223 რემიგტონი ერთი და იგივეა, ის 2 და 90 ხო თქვენ. სხვადასხვა ფასები 3 ლარიც კი 2 და 80 270 გაარჩნია ფირმას და გრამულას. გასაგებია. არის ასევე სანადირო დანების დიდი არჩევანი. უკლეთ მადლობა თქვენ, მადლობა ყურადღებისათვის. მობრძანდით, შეიძინეთ. ბედნიერ შენაძენს გისურვებთ.